კოსოვოს დამოუკიდებლობას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყნიდან 22 ცნობს. სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის განცხადებით დოკუმენტი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან უკვე შეთანხმებულია. სერბეთმა დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში კოსოვოს სტატუსის ახალი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღარ შეეწინააღმდეგება. კოსოვოს დამოუკიდებლობას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყნიდან 22 ცნობს. სერბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ კომპრომისულ ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც სერბეთმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთობლივად შეიმუშავა. თუმცა სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის განცხადებით, ეს რეზოლუცია არ ნიშნავს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს, თუმცა ჩემი აზრით რეზოლუცია სწორია და აღარ უნდა შეიცვალოს. ჩვენ კოსოვოსთან მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, რადგან კოსოვოს დაკარგვა არ გვინდა. ის სერბეთის ნაწილია, მის დაბრუნებას კი მოლაპარაკებების მეშვეობით შევძლებთ. აღარ გვინდა კომპრომისები. ყოველთვის ჩვენ რატომ მოვდივართ კომპრომისებზე? დროა საკუთარ ინტერესებზე ვიზრუნოთ. სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის განცხადებით, დოკუმენტი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან უკვე შეთანხმებულია. რეზოლუციაში წერია, რომ ბელგრადი პრიშტინას დიალოგისკენ მოუწოდებს, მანამდე სერბეთის მთავრობის წარმომადგენლები კოსოვოს დამოუკიდებლობას მიუღებელს უწოდებენ და გაეროს რეზოლუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ევროკავშირის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კოსოვოსთან მიმართებაში სერბეთის მკაცრი პოზიცია მის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ნეგატიურად იმოქმედებს. I'm afraid Kosovo doesn't have a stake. ჩემი აზრით, კოსოვოს პოზიცია არავის არ აინტერესებს. ეს რეზოლუცია კი სერბეთის ევროკავშირთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. კოსოვოსთვის კი კარგი იქნება, თუ მას გაეროს წევრობის შესაძლებლობა მიეცემა, ეს რეზოლუცია კი ბევრს არაფერს ნიშნავს მისთვის. ძალიან გვიხარია, რომ სერბეთმა რეზოლუცია შეცვალა. ჩვენ ვენდობით ევროკავშირს და ამერიკელ პარტნიორებს, ჯერა რომ ისინი მხოლოდ ისეთ რეზოლუციებს დაუჭერენ მხარს, რომლებიც კოსოვოს ხალხს და საერთაშორისო სამართალს პატივს. კოსოვოს ხელისუფლება მზად არის, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკება დაიწყოს, მათ შორის სერბეთთანაც. კოსოვოს პარლამენტმა სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. გაეროს 192 წევრ ქვეყნებისგან მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ 70-მა აღიარა. სომალის დედაქალაქ მოგადიშოს აეროპორტში 2 ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც დანახმული ავტომობილის საჭესთან იჯდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აეროპორტის შესასვლელში აამოქმედა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი აეროპორტის შესასვლელთან კიდევ ერთი დანახმული მანქანა მივიდა, რომელშიც შეიარაღებული ტერორისტები ისხდნენ. მათ სომალის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორმხრივი სროლა დაიწყო. ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავთა ცნობით, ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფების ალ-შაბაბის წევრებმა მოაწყვეს. ალ-შაბაბის დაჯგუფება სომალის ხელისუფლებას უკვე წლებია ომს უცხადებს და პერიოდულად ტერაქტებსაც აწყობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ფლორიდის ეკლესიის პასტორის მიერ ყურანის დაწვის აქტი ტერორისტულ დაჯგუფებას ალ-ქაიდას ახალ მხარდამჭერებს გამოუჩენს. პრეზიდენტმა პროვოკაციული აქციის ინიციატორ პასტორ ტერი ჯონს ამ აქციისგან თავშეკავება მოუწოდა. ობამამ ასევე განაცხადა, რომ ყურანის დაწვა პაკისტანში და ავღანეთში ტერაქტების ზრდის მიზეზი გახდება, რომლის მსხვერპლიც ძირითადად ამერიკელები და ევროპელები იქნებიან. ეს ფაქტი ტერაქტების რაოდენობის ზრდას ევროპის ქალაქებშიც გამოიწვევს. მსოფლიოს საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად ტერი ჯონსი თავის გეგმაზე უარს არ ამბობს. ერთ-ერთი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კი მან განაცხადა, რომ მას სულაც არ თრგუნავს ის ფაქტი, რომ მისი აქციის გამო ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპებიან.